მოგესალმებით მეგობრებო ბათუმიდან. დღეს იწყება კონკურსი გამომყევი აჭარაში 2025. დღეს არის 1 ივლისი და დღეიდან 2 თვის განმავლობაში ვიქნები ჩართული ამ კონკურსში. მთელი 2 თვის განმავლობაში უნდა დაგათვალიერებინოთ აჭარის ულამაზესი ადგილები. როგორც ხედავთ, ამ წუთში ვარ ბათუმის ბულვარში. ხედავთ მთელს სილამაზეებს, აქ არის შუქუ და უკან ხედავთ ატრაქციონს. აქ არის ანბანის კოშკი. ერთი სიტყვით ყველანაირ სილამაზეს გაჩვენებთ, რაც აჭარაში ხდება. ყველანაირ საინტერესო ადგილს, ბევრ საინტერესო ადამიანს გაგაცნობთ ამ პროექტის განმავლობაში. ბევრ ისეთ ადამიანსაც ნახავთ, ვისაც იცნობთ, კარგად იცნობთ უკვე ჩემი ვიდეოებიდან და სტუმრად იქნებიან ჩემთან ერთად აჭარაში და ერთად ვიმოგზაურებთ. როგორც იცით, ამ კონკურსში 2 წლის წინ მონაწილეობდი და გავიმარჯვე. შარშან მაგმიზეზით უკვე აღარ მქონდა მონაწილეობის უფლება. დავისვენე წელს ისევ მონაწილეობ. ძალიან კარგი საპრიზო თანხები არის. შარშან წინ რომ გავიმარჯვე, ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთება მოვახერხე, ბევრი სიკეთის გაკეთებაც მოვახერხეთ და პირად ცხოვრებაშიც ძალიან დიდი წინსვლები მქონდა. აპარატი განვაახლე, აი თანხით პირველ რიგში ჩემი აპარატი განვაახლე. შემდეგ რაღაც მიწის ნაკვეთის ხიბას მოვახერხე, რომ სახლის მშენებლობა დამეწყო. ასევე კი იცით, რომ ძალიან ბევრი პატარ-პატარა თუ ცოტა მოზრდილი სიკეთეების გაკეთებაც მოვახერხეთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პროექტი ჩემთვის და ჩემი ცხოვრებისთვის და ახლა კიდევ უფრო გაზრდილი საპრიზო ფონდი არის. და ერთადერთი რაც თქვენგან იქნება საჭირო, ყველა იმ ვიდეოზე, რომელიც იქნება გამომყევი აჭარაშის ფარგლებში და ჰეშტეგით გამომყევი აჭარაში ეწერება, მნიშვნელოვანი იქნება თქვენი აქტიურობა, კომენტარები, ლაიქები, გაზიარება და ასე შემდეგ, რაც მოგეწონებათ იმ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, თუ არ მოგეწონებათ, გაატარეთ. ერთი სიტყვით, თქვენი მედათ ვიყავი 2 წლის წინაც და ახლაც თქვენი მედათ ვარ, მაშინ კიდევ უფრო ცოტანი ვიყავით და ახლა გაცილებით ბევრნი ვართ. ჩემი მხარდამჭერები და გამომწერები ძალიან ბევრნი ხართ, გასამაგ და დაახლოებით მას შემდეგ. და რა ვიცი, თქვენი მედათ ვიქნები მე. არის ხოლმე მომენტები, როდესაც ძალიან გვჭირდება ადამიანებს ერთმანეთის გვერდით თქომა და არასოდეს არ მithქვამთ ჩემ ვიდეოებში, კი იცით რომ გააზიარეთ, მოიწონეთ და გვერდი გამოიწერეთ და ასე შემდეგ და ახლა თუ გააკეთებთ ხოლმე ამ აჭარის პროექტის ფარგლებში ამ ყველაფერს ძალიან გამახარებთ და ძალიან ბედნიერი ვიქნები. ნახოთ რა და როგორ იქნება. წავიდეთ ახლა ბათუმის ბულვარს დაგათვალიერებინებთ და შემდეგ უნდა ავიდე ჩემთვის უსაყვარლეს ადგილზე. პირველი ლოკაცია იქნება ბათუმის სამების ტაძარი. მივალთ იმ წმინდა ადგილზე, მოვილოცავთ. ბათუმის ლამაზ ხედებსაც გაჩვენებთ. მზის ჩასვლა იქნება იქიდან ულამაზესი და ამ ყველაფერსაც გაჩვენებთ და შემდეგ ბევრ საინტერესო ადგილს ვესტუმრებით კიდევ. 2 წლის წინაც ბათუმის სამების ტაძრიდან დავიწყე გადაღება. ჩვენი პროექტის პირველი ლოკაცია იყო და წელსაც მინდა რომ ეგრე გავაკეთო. ამ წმინდა ადგილზე მივიდეთ და გაჩვენებთ ამ სილამაზეს. წავედით. როცამზე ამობწყინდება და ზღვა რომ ალევლევდება თაშიც რომ ჩაიქროლებენ ზიონი. წმინდა სამების სადოცავზე ამოვიდით ამჯერად მეგობრებო. მანქანა დავაპარკინგეთ, ძალიან ლამაზი ხედი არის ჩვენს უკან. ესე შევატრიალებ კამერას გაჩვენებთ ახლა და უნდა ავიდეთ წმინდა სამების სადოცავთან. გულს და სიყვარულს გაჩუქე მოვივლი შენს ლამაზ ქუჩებს და ახალ ბათუმ სიმღერას გიმღერე. იმდენი ხანია მე შენს ამყვავებას ვერი, უკვე იმდენი რომ თეთრითმა შემეპარა. იხარე ახალო ჩაღარა რომ მოინანიო ძველი, ამაზე მართალი სხვა რაღა ვიმღერო რა. ჩემო ერთადერთო ჩემო ძვირფასო მითხარ რა გიმღერო რით დაგაფასო ჩემო სიამაყე ჩემო ბათუმო აჭარულო სულ ქართულო
ვიღაც ჩაინავარდებს ჩაუფრენს ვარდის ფერვარდებს დამაგნორებს ამ ჰანგებს გადასცემს დელფინებს ვივალერსებს გზნობით უმღერებს ამ ლექსებს რომ ახალ ბათუმს შვენის და უხდება შვიდობა ერთობა სიკეთე და სიყვარული შენდობა მამობა დედობა და ღირსება ბათუმო შენშია ეს უყველაფერი თქმული ამაზე მართალი სხვა რაღა ვიმღერო